საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის სენაკ-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26 კილომეტრზე არსებული არაგვის ხიდის გვერდით ახალი ხიდის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია. ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალ წელს შეძლებს. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად უტარდება აღდგენითი სამუშაოები. დღეს არსებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყოფს მის სრულყოფილ აღდგენას და საჭიროა უფრო მასშტაბური სამუშაოები, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას 1 წელზე მეტი პერიოდით, ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში. ცნობისთვის მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ფორს-მაჟორის გამო მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ნებართვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიანიჭა.